გამარჯობა. ეს არის Slovak-Solid თორსა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბრიტანეთში სამოქალაქო სარჩელის ციკლზე, Pro-Action პროტოკოლიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე. სასამართლო დაბები ხშირად ლაბირინთს გავს, ვადები, პროცედურები და უცნობი ტერმინები. ამ ვიდეოში ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნობთ ინგლისსა და უელსში სამოქალაქო სარჩელის მთელ ციკლს, Pro-Action პროტოკოლიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მოჩივანი ხართ თუ მოპასუხე, ამ გზამკვლევის ცოდნა შეიძლება დაგეხმაროთ დროის, ფულისა და სტრატეგიული შეცდომების დაზოგვაში და ასე შემდეგ. ნაწილი პირველი, Pro-Action ეტაპი. სარჩელის შეტანამდე მხარეებს მოითხოვებათ ჩაერთონ ეგრეთ წოდებულ Pro-Action პროტოკოლში. ეს უფრო ოფიციალური გაფრთხილების წერილს გავს. მთავარი ნაბიჯები. იგზავნება letter before the claim, სადაც მკაფიოდ არის მითითებული ფაქტები, სარჩელის იურიდიული საფუძვლები და რას მოითხოვს მომჩივანი. მოპასუხე საქმის ტიპის მიხედვით პასუხისთვის 14-დან 30 დღემდე აქვს დრო. და მიზანი. ადრე გადაწყდეს დავა და სასამართლო ავიცილოთ თავიდან. ამ ყველაფრის გამოტოვებანა არასწორმა ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს ხარჯებთან დაკავშირებული სანქციები და შეიძლება საბოლოოდ მოიგოთ კიდეც, მაგრამ მაინც უნდა დავბრწყულდეთ ყველა ნაწილს. შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვისაუბრებთ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, ამიტომ დარჩით ჩვენთან და დაელოდეთ შემდეგ ვიდეო.